მარტო ქალებში არ არის, იცით, აი კაცებშიც არის, რომ იჭყიპებიან სტეროიდებით, იჭყიპებიან პროტეინებით, რაღაც წამებამდე მისული ვარჯიშობენ. ხო, ძალიან ბევრს ვარჯიშობენ, ძალიან განიცდიან კაცებიც თმის კარგვას, მაგალითად ხშირ შემთხვევაში, ხო? ასე რომ ეს ქალების ტანჯვა არ არის მხოლოდ, მაგრამ ქალები ამას უფრო ღიად გამოხატავენ, იმიტომ რომ ქალებთან კიდე სხეულთან გაუცხოება განსაკუთრებით ქართულ ქალებთან და არა მარტო, მაგრამ ქართულ ქალებთან კიდევ არის არასწორი აღზრდით სექსუალობის აკრძალვით, საკუთარი სხეულისგან სიამოვნების მიღების აკრძალვით. აქედან გამომდინარე, შენი სხეული არა როგორც ბედნიერების წყარო, არამედ მტანჯველათაც შეიძლება გეჩვენებოდეს ულამაზესიც კი შენის კტანჯავს. იმიტომ რომ თითქოს ეს სხეული შენგან გახლეჩილია და შენ არ გაქვს უფლება, რომ აი ამ სხეულზე წვდომა გქონდეს და დატკბე მისით როგორც იმ შენი სამოთხისებური განცდებით.